1972 წლის 5 სექტემბერს მიუნხენში ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს სპორტსმენები ისრაელიდან. ყველა მათგანი წარუმატებელი სამაშველო ოპერაციის შედეგად დაიღუპა. მოვლენები კი მთელი მსოფლიოს თვალწინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ვითარდებოდა. Good afternoon. I'm speaking to you live just outside the Olympic Village in Munich, West Germany. At this moment, 8 or 9 athletes of the Israeli team are being held prisoner. These guerrillas are a group called Black September. The commandos have automatic weapons on the hostages. A deal had been made. Now the Israelis have disappeared. Massive security force. In front of it, the Arabs look like დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ტერაქტის განხორციელების იდეა შავი სექტემბრის ლიდერებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საერთაშორისო კომისიამ უარი უთხრა პალესტინელებს თამაშებში მონაწილეობაზე. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი მასშტაბის ტერორისტული აქტი მხოლოდ ამ მოტივით დაგეგმოდა განახორციელა. ტერორისტების გეგმის შესრულებას ხელი შეუწყო ვითარებამ, რომელიც მიუნხენში შეიქმნა. ოლიმპიადის ორგანიზატორები ცდილობდნენ მინიმუმამდე დაეყვანათ პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების თამაშებზე ყოფნა და თუ კი სადმე სამართალ დამცავი იყო ისიც იარაღის გარეშე, რადგან გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა საკუთარი მშვიდობიანი განწყობა, რასაც უსაფრთხოების მკაცრი ზომები არანაირად არ ერგებოდა. ანალოგიური ხდებოდა ოლიმპიურ სოფელშიც, სადაც უსაფრთხოების ზომები პრაქტიკულად არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ყველა აღმოჩნდა ისეთი ვითარების წინაშე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ შეეძლო ოლიმპიურ სოფელში შესვლა, რამაც ისრაელის წარმომადგენლების პროტესტი თავიდანვე გამოიწვია, თუმცა მათ ორგანიზატორებისგან სრული უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლება ყურადღებას არ ამახვილებდა და არ ანიჭებდა მნიშვნელობას ებრაული დელეგაციის გაფრთხილებებს პალესტინის ჯგუფების ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ და ეს იყო მასპინძელთა მხრიდან დაშვებული პირველი საბედისწერო შეცდომა, რომლის ხარჯზეც სპორტული ფორმებით და სპორტული ჩანთებით აღჭურვილმა 8 პალესტინელმა ყოველგვარი ბარიერის გარეშე ძალიან მშვიდად და წყნარად შეაღწია ოლიმპიურ სოფელში და ეს იმ ფონზე გააკეთა, რომ მათ ოლიმპიადის მონაწილე რამდენიმე სპორტსმენი თავად დაეხმარა პრაქტიკულად ერთადერთი ბარიერის ღობის გადალახვაში, როდესაც ამ სისხლიანი მოვლენების შემსრულებლებს ჩანთების გადატანაში ხელი შეუწყო. იმ სპორტული ჩანთების, რომლის შიგთავსი არა საშეჯიბრო ინვენტარით, არამედ კალაშნიკოვის ავტომატური და ტეტეს ცეცხლსასროლი იარაღით, ხელყუმბარებითა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობით იყო გადავსებული. პირველი ადამიანი, რომელსაც ტერორისტები შეხვდნენ, იყო ძალოსანი იოსეფ რომანო და ჭიდაობის მწვრთნელი მოშე ვაინბერგი, რომელმაც ტერორისტებისთვის ბინაში შეღწევის ხელის შეშლის პარალელურად მოასწრო განგაშის ატეხვა და მეგობრების გაღვიძება. ვაინბერგისა და რომანოს თავდადებამ რამდენიმე ებრაელი სპორტსმენის, მათ შორის მოჭიდავე გადი ციბარის სიცოცხლე იხსნა, რომელმაც ტერორისტებისგან თავის დაღწევა მიწისქვეშა ავტოსადგომიდან გაქცევით მოახერხა. თუმცა იყო კიდევ ერთი ათლეტი, ალონ ჰოვარდი, რომელიც სიკვდილის შემთხვევით გადაურჩა. მიუნხენში მოჭიდავე გუნდთან ერთად მხოლოდ გამოცდილების მისაღებად გაემგზავრა, რადგან მასზე იმედებს 4 წლის შემდეგ 1976 წელს მონრეალში გასამართ ოლიმპიადაზე ამყარებდნენ. იმ ღამეს ჰოვარდის სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩა, რომ ნაცვლად დელეგაციასთან დარჩენისა ღამის გასათევად მეგობრებთან წავიდა. რომანო და ვაინბერგი ტერორისტებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. ამ უკანასკნელის ცხედარი პალესტინელებმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, რითაც საკუთარი ზრახვების სერიოზულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. თუმცა იქამდე იარაღის მუქარით დაჭრილი ვაინბერგი აიძულეს ეჩვენებინა სხვა ბინები, სადაც ისრაელის გუნდის სპორტსმენები ცხოვრობდნენ. ვაინბერგმა ამის გაკეთება მოტყუებით სცადა და მიიყვანა იქ, სადაც ებრაელი მოჭიდავეები და ძალოსნები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მისი მოლოდინი, რომ ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენები შეძლებდნენ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, არ გამართლდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იოსეფ რომანო პალესტინელებმა ჯერ უმოწყალოს სცემეს, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოაჭრეს და სისხლისგან დასაცლელად მიაგდეს. გერმანელებისთვის ამ თამაშებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის და გიტლერის მიერ კაცობრიობის და განსაკუთრებით ებრაელი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ მათ სურდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ გერმანია გახდა უსაფრთხო ქვეყანა და არ წარმოადგენდა საშიშროებას ევროპისთვის, განსაკუთრებით კი ებრაელებისთვის. დაღუპული 2 ებრაელი სპორტსმენის შემდეგ ტერორისტებმა მძევლად 9 ოლიმპიელი აიყვანეს და მალევე წამოაყენეს პირობები. მოთხოვნა
5 სექტემბრის 12 საათამდე ისრაელში დაპატიმრებული 230-ზე მეტი პალესტინელის გათავისუფლება და ეგვიპტეში მათი უსაფრთხო გადაყვანა იყო. მათ მოთხოვნებში ასევე შედიოდა დასავლეთ გერმანიაში დაკავებული 2 გერმანელი რადიკალის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაპატიმრებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება. მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის გერმანული მხარის მზადყოფნა ნულის ტოლი იყო. ადგილობრივ მედია საშუალებებში ტერაქტის შესახებ პირველი ინფორმაცია დილის 6 საათსა და 20 წუთზე გაჩნდა, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, რაც ტერორისტებს მძევლები უკვე აყვანილი ჰყავდათ. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ტერორისტებმა ყოველ საათში ერთი სპორტსმენის მოკლის პირობა დადეს. ის ფაქტი, რომ ტერორისტების პირობები არ დაკმაყოფილდებოდა, თავიდანვე აშკარა გახდა. მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი იყო, ლეგენდარული პიროვნება, რომელიც არასდროს იღებდა ისეთ გადაწყვეტილებას და არასდროს მიდიოდა ისეთ კომპრომისზე, რომელსაც შეეძლო მისი ქვეყნისთვის ღირსება შეელახა. სწორედ ამით ხსნის უამრავი მეცნიერი გოლდა მეირის მიერ მიღებულ არაერთ ხისტ გადაწყვეტილებას. ისრაელის მთავრობამ უარი თქვა ტერორისტებთან მოლაპარაკებას და განაცხადა, რომ არც ამჯერად შეცვლიდა პოზიციას. სანაცვლოდ მათ გერმანია შესთავაზეს სპეცრაზმის ჩართულობა და დახმარება მძევლების გასათავისუფლებად ოპერაციის ჩატარებაში, რაზეც გერმანიის მთავრობამ უარი თქვა და ვითარების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით შეეცადა. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით საჯარისო ნაწილებს ეკრძალებათ სამოქალაქო მოვლენებში ჩართულობა. ამიტომ ტერაქტის საქმე მთლიანად პოლიციას ჩააბარეს, რომელსაც არც ტერორისტებთან ბრძოლის გამოცდილება და არც შესაბამისი რაზმი ჰყავდა. ამასთან ოპერაციის ხელმძღვანელობა ანდენს მიუნხენის პოლიციის შეფს მანფრედ შრაიბერს, ადამიანს, რომელმაც 1 წლით ადრე მძევლად აყვანილი გოგოს გათავისუფლების ოპერაციის დროს გასცა გამტაცებლის ლიკვიდაციის ბრძანება. სნაიპერმა მიზანს ააცილა და მძევალი გოგო მოკლა. ეს იყო მეორე შეცდომა, რომელიც გერმანულმა მხარემ დაუშვა, რადგან გერმანიის ხელისუფლებამ მოლაპარაკებების დროს ისიც კი ვერ დაადგინა, რამდენ ტერორისტს ჰყავდა აყვანილი მძევლები. ერთადერთი, რაც მათ მოახერხეს, მოთხოვნების შესრულების ვადის რამდენიმე საათით გადაწევა იყო. ცოტა ხანში კი პალესტინელებმა მოითხოვეს თვითმფრინავი მძევლებთან ერთად კაიროში გადასაფრენად და გერმანიის ხელისუფლება ამ პირობის შესრულებას დათანხმდა, თუმცა თავდაპირველად ეს იყო ხაფანგი, რადგან ეგვიპტის მთავრობამ ტერორისტების მიღებაზე უარი განაცხადა. სწორედ აქედან დაიწყო ტყვეების გათავისუფლების ჩანასახშივე განწირული ოპერაცია, რომლის პრაქტიკულად სრული მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ტელევიზიის ჩართულობამ ნეგატიური როლი იქონია სამაშველო ოპერაციის განხორციელებაზე, რადგან როცა ოლიმპიურ სოფელში გაგზავნილი სპორტულ ფორმებში გამოწყობილი გერმანელ პოლიციელთა ჯგუფი ცდილობდა ხელსაყრელი პოზიციის დაკავებას, პროცესს ტელევიზიით თვალს ადევნებდნენ პალესტინელები, რომლებმაც ძევლების დახოცვის მუქარით პოლიციელებს უკან დახევა აიძულეს. გერმანიის მიზანი იყო არ ჩაშლილიყო ოლიმპიური თამაშები. ისრაელმა პირველივე წუთებიდან მიმართა გერმანიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეეჩერებინათ თამაშები მძევლების გათავისუფლებამდე. გერმანიამ ოლიმპიადის შეჩერებაზე უარი თქვა. მიზნად კი სატელევიზიო ბადეში ალტერნატიული პროგრამის არარსებობა დაასახელა. ის, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არ იყო მომზადებული, დაგეგმილი და სტრატეგიულად გამართული, ამას მისი ფინალიც ნათლად ადასტურებს, რადგან ტერორისტებისთვის მომზადებულ Boeing 727-ში მათ პილოტად გადაცმული პოლიციელები ელოდნენ. თუმცა ტერორისტების გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე რატომღაც მათ ბორტი დატოვეს. შავი სექტემბრის წევრებმა კი, რომლებსაც იმ დროისთვის ხელში არა მარტო სპორტსმენები, არამედ ვერტმფრენის 4 პილოტიც ჰყავდათ ჩაგდებული, ნატოს ბაზაზე მისვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი цаრიელი იყო და გააცნობიერეს, რომ ისინი ხაფანგში მოექცნენ. ტერორისტების გასანეიტრალებლად პოზიციებზე 5 სნაიპერი განთავსდა, რომლებსაც მსგავს ვითარებაში მოქმედების არანაირი გამოცდილება და სპეციალური მომზადება არ ჰქონდათ გავლილი. ამასთან არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა. მათი იარაღი იყო სათანადო ოპტიკური სამიზნეების გარეშე. მსროლელებს არ გააჩნდათ ღამის ხედვის მოწყობილობა, ჩაფხუტები და ტყვია გაუნტარი ჟილეტები. არ ჰქონდათ რაციები ერთმანეთში კომუნიკაციის დასამყარებლად და მათი მზადყოფნა მსგავს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებისა იყო სრულიად აბსურდული. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ნერვებმა უმტყუნა და ცეცხლი გახსნა, გერმანელი სამართალდამცავი იყო, რასაც ქაოსი, არეულობა და
ტერორისტებში გარკვეულწილად დაბნეულობა მოჰყვა. ორმხრივი ცეცხლის დროს ვერტმფრენებს ამოფარებულმა პალესტინელებმა ტერიტორიაზე სპეციალურად განლაგებული განათებები დააზიანეს. ტერორისტების მხრიდან განხორციელებული გასროლის საფასუხოდ სნაიპერებმა ვერ მოახერხეს მოვალეობის სათანადო დონეზე შესრულება და მათი დაუყოვნებლივ განეიტრალება. 2 ტერორისტი დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის პარალელურად პოლიციის დასახმარებლად ჯავშან ტრანსპორტიორები გამოიძახეს, რომლებიც საცობების გამო დანიშნულების ადგილზე გვიან მივიდნენ. მათი გამოჩენისთანავე პალესტინელებში ნერვულმა ფონმა კიდევ უფრო იმატა და მათ ცეცხლი გაუხსნეს მძევლებს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უწყვეტი ჯერით ორივე ვერტმფრენში ყველა გასროლილი ტყვიით დაიღუპა. დევიდ ბერგერი კი ცოცხლად დაიწვა. თითქმის 20 საათიანი კოშმარის დროს მძევლები ხელებს შეკრულები იყვნენ. კრახით დასრულებული სამაშველო ოპერაციის შემდეგ ექსპერტებმა თოკებზე კბილების კვალი აღმოაჩინეს. ასეც ცდილობდნენ ებრაელი სპორტსმენები თავის უშედეგოდ გათავისუფლებას. 8 ტერორისტიდან 5 მოკლეს, 3 ცოცხლად აიყვანეს. მძევლებიდან კი ყველა გარდაიცვალა. ყველაზე უმცროსი გარდაცვლულთაგან 18 წლის სპორტსმენი იყო. მიუხედავად ამისა, ტრაგიკული მოვლენებიდან 24 საათში ოლიმპიური თამაშები განახლდა. ისრაელმა გერმანიას 3 გადარჩენილი ტერორისტის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იმავე წელს შავი სექტემბრის წევრებმა ტერორისტების გათავისუფლების მოთხოვნით ლუფთჰანზას ავიალაინერი გაიტაცეს, რომელიც დამასკო-ფრანკფურტის რეისს ასრულებდა. თუ გერმანიის მთავრობა ტერორისტებს არ გაათავისუფლებდა, პალესტინელები თვითმფრინავში მყოფ ყველა მგზავრს დახოცავდნენ. გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა მათი პირობები მიეღო. ტერაქტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ 3 ტერორისტს სამშობლოში გმირების მსგავსი დახვედრა მოუწყვეს. ეს იყო კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ისრაელს სამართალი თავად უნდა ეპოვა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ისრაელმა ყველა ტერორისტი დახოცა ვიზაც კი ეჭვი ჰქონდა. ქნესეთში გამოსვლისას გოლდა მეირმა განაცხადა, რომ ისრაელი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ტერაქტის ორგანიზატორებს, სადაც არ უნდა დამალულიყვნენ, მაინც ვერ გაექცეოდნენ სამართლიან შურისძიებას. გოლდა მეირმა პირობა დადო, რომ ტერაქტის ყველა შემსრულებელი და ორგანიზატორი პლანეტის ვერც ერთ კუთხეში შვიდად ვერ იქნებოდა და ადრე თუ გვიან მათ საკადრისი პასუხის გაცემა მოუწევდათ. მეირმა ტერორისტების ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია დაამტკიცა. ისრაელის პრემიერის ეს დანაპირები კი მოსადმა უპირობოდ შეასრულა. ტერორისტებზე ნადირობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც პალესტინელები მოკლეს. საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსსა და ლიბანში. ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაში მონაწილეობდა ეჰუდ ბარაკი. იმ დროს ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის კაპიტანი და ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი. ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა ბარაკმა თანამებრძოლებთან ერთად ბეირუთის პორტის მახლობლად გამაგრებული 3 პალესტინელი ტერორისტი მოკლა. 1972 წლის 16 ოქტომბერს რომში საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დახვრიტეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აბელ ვაილ ზუაიტერი. 8 დეკემბერს სახლის ტელეფონში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით პარიზში მოკლეს შავი სექტემბრის ერთ-ერთი ლიდერი, მიუნხენის ტერაქტის კოორდინატორი მუჰამედ ალ-ჰამშარი. 1973 წლის 24 იანვარს ნიქოზიაში სასტუმროს ნომერში ააფეთქეს ჰუსეინ აბდ ალ-შირი. იმავე წელს 6 აპრილს პარიზში დღისით ქუჩაში მოკლეს ბაზილ ალ-კუბაიში. 20 წლის განმავლობაში მოსადმა მიუნხენის ტერაქტის ორგანიზატორი 13 პალესტინელი აქტივისტი გაანადგურა. ღვთის რისხვის განხორციელების პროცესში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. სწორედ ამ ოპერაციის ფარგლებში მოხდა ისრაელის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩავარდნაც. 1973 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში მოსადის აგენტებმა შეცდომით მაროკოელი მიმტანი აჰმედ ბუჩიკი მოკლეს, რომელიც შავი სექტემბრის ერთ-ერთ ლიდერში ალი ჰასან სალამეიში აერიად. აჰმედ ბუჩიკი ჯიპსი კინგის ცნობილი წევრის ჩიკო ბუჩიკის ძმა იყო. ისრაელის დელეგაციისთვის ოლიმპიადა 12 დღეში დასრულდა და ნაცვლად ოლიმპიური მედლებისა თამაშების მე-12 დღეს მომხდარი სისხლიანი ტერაქტის შედეგად ებრაელები სამშობლოში 11 დახვრეტილი თანამემამულის კუბოთი დაბრუნდნენ.